მოგესალმებით, ეს არის თავისუფალი ტრიბუნა მეორე არხის პირდაპირ ეთერში. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა საქართველოს კონსერვატიულ პარტიას და ჩვენი გადაცემა დღეს ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება პარლამენტის არგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შემოგვიერთდებიან საქართველოს კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ნატალია ძიძიგური და ია ბუკია. მოგესალმებით, ბატონ პაატა. მადლობას გიხდით ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონ პაატა, კვირის დასაწყისში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი საზოგადოების მისამართი და ვინაიდან თქვენ წარმოადგენთ არგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, აუცილებლად უნდა გითხოთ იმ ნაწილზე, რომელიც ეხებოდა ეკონომიკას და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები, განსაკუთრებით ოპონენტების მხრიდან, რომ სწორედ ეკონომიკური ნაწილი არ შეესაბამება იმ რეალობას მათი თქმით, რომელშიც დღეს იმყოფება საქართველო. თქვენ როგორ აფასებთ ამ წერილის ამ ნაწილს და ზოგადად იმ რეალობას, რაც დღეს სახეზე გვაქვს? მადლობთ მოწვევისათვის. მე მინდა ასეთი რამ თქვა, რომ ძირითადად სპეციალისტებმა ამ წერილთან დაკავშირებით დადებითი მოსაზრებები გამოთქვეს. ეს იმ განხრით, რომ ზოგი ეთანხმება ეგ რაც ითქვა, ზოგი ამბობს, რომ ეს მაჩვენებლები ჯობია უფრო მეტი იყოს, მაგრამ აღმოჩნდა ესეთი ნაწილიც პოლიტიკოსების, რომლებმაც ეჭქვეშ დააყენეს იმ რიცხვების და იმ მონაცემების დასაბუთება, რაც იქ არის მოყვანილი. მე კატეგორიულად ამას უარყოფ და ვამბობ, რომ ყველა მოყვანილი რიცხვი არის სტატისტიკიდან, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საზღვარგარეთის ინსტიტუტებიდან. და იქ ვერ ნახავს ვერავინ ისეთ რამეს, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. შეიძლება მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად გამართული და სიმართლეზე დაყრდნობილი ინფორმაცია. რაც შეეხება შინაარსს, რაც ყველაზე მთავარია, მე არ დავიწყებ ახლა თავიდან ჩამოყოლას იმ პუნქტებისა, რაც ბატონმა ბიძინამ ბრძანა, მაგრამ ზუსტად იმ პუნქტების განხორციელებამ გამოიწვია ის, რაზეც მე მინდა ყურადღება გავამახვილო. და რასაც ვთვლი, რომ ჩვენი მოსვლის შემდეგ ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯები გადაედგა. რა მაქვს ხედველობაში? მთავარი ქვეყნისთვის არის ეკონომიკის განვითარება, ანუ ეკონომიკის ზრდა. ანუ მრავალი საწარმოს გახსნა, მრავალი მშენებლობა, მრავალი ორგანიზაციების შექმნა, ეს იწვევს დასაქმებას, გადასახადების გაზრდა და აქედან გამომდინარე პენსიები და სოციალური საკითხების მოგვარებას. მაგრამ ეკონომიკა რომ გაიზარდოს, ამისათვის საჭიროა ბიზნეს შეეწყოს ხელი და ინვესტიციები შემოვიდეს ქვეყანაში. მოდი შევადაროთ 12 წელს დღევანდელი სიტუაცია, რაც იქ არის აღწერილი, მე მინდა უბრალოდ სხვა კუთხით დაგანახოთ. ესე იგი, რა არის მთავარი ამ საკითხში? მე ასე სამ ნაწილად გავყოფთი. პირველი არის, რომ ბიზნესი იყოს დაცული და იყოს თავისუფალი. რა იყო 12 წლამდე? დაცულობის კუთხით, რა თქმა უნდა, ახლა კრიმინალი არ აწუხებდა და არც ახლა აწუხებს, მაგრამ მთავრობიდან იყო დასაცავი. იყო საშიშროება იმის, რომ ომი დაწყებულიყო, ერთი ომი კი იყო, როგორც მოგეხსენებათ, მაგრამ შეიძლება სულ გვესმოდა, რომ აი შეიძლება კიდევ შემოვიდეს რუსეთი, შეიძლება კიდევ რაღაც მოხდეს. ამ სიტუაციაში ფულს არავინ არ ჩადებს. და თან სასამართლოც გახსოვთ, რომ იყო მთლიანად ქვეყნის ხელისუფალზე დამოკიდებული. ეს თემა დღეს მოხსნილია. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ბიზნესი არის შეზღუდული და რაიმე პრობლემა აქვს, ან ვინმე ჩაგრავს. რა მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი. დღეს რომ ვინმე კიდევაც გაბედოს რაღაც მაგდაგვარი მოხდეს რომ რაღაც სტრუქტურებში, თქვენ წარმოედგინეთ, რა ამბავი ატყდება იგივე თქვენთან ტელევიზიებში, არასამთავრობოებში, თვითონ თავრობის დონეზე მივა, სადაც ყველაზე გულმხურვალე დამჭერი ბიზნესის ბატონი პრემიერი ბრძანდება და მისი გარემოცვა. მეორე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბიზნესისთვის ასევე ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ეს არის საკანონმდებლო ბაზა. საკანონმდებლო ბაზაში ძირითადად გულისხმობს საგადასახადო კოდექსი. ამ მხრივ არც წინამთავრობას ჰქონდა თვითონ საგადასახადო კოდექსი, ნორმალური იყო, მაგრამ ის არ ხორციელდებოდა. აი იმის გამო, რაც ეხლა ვთქვი, რომ თვითონ ხელისუფლება აკეთებდა ისე, როგორც თვითონ თვლიდა საჭიროს და პრაქტიკულად საქართველოში ინვესტორები არ შემოდიოდნენ, თუ ვინმე ინვესტორი შემოდიოდა, ეს იყო იგივე მთავრობის წარმომადგენლების მიერ ოფშორში გახსნილი ფირმები ლამაზი სახელებით და შემდეგ აკეთებდნენ ინვესტიციას. უცხოები პრაქტიკულად არ შემოდიოდა. დღევანდელ სიტუაციაში ეს საკითხი მოიხსნა და თვითონ საგადასახადო კოდექსიც აშკარად გაუმჯობესდა.
აი ჩვენ დღეს ამოქმედა მოგების გადა ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელი, ალბათ თუ იქნება შეკითხვა თუ რა არა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ მაყურებლისთვის არის პირველ რიგში საინტერესო და ბიზნესმენებისთვის რას თავაზობს ახალ ხელისუფლება, აი ამ ახალი ცვლილებები და კანონის პაკეტი. კი ბატონო, თქვენს ნებართვით დავამთავრებ. ეს მეორე საგადასახოდ და მოგახსენებთ. აი მოგების კანონის გარდა, რომელიც ახლა მოვიღეთ და შემდეგში ვისაუბრეთ, არის კიდევ იქ რამოდენიმე კანონი მიღებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაუმჯობესებდა. თუნდაც ის, რომ ადრე საგადასახადო ორგანიზაცია ფირმა შეეძლო შეემოწმებია 6 წლის განმავლობაში. ანუ ხანდაზმულობის ვადა იყო 6 წელი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი 15 წელს შარშან თქვა შევიდა საგადასახადო ფირმაში და ნახეთ ათვლა 14, 13, 12, 11, 10, 9, ანუ 9 წლის მონაცემებსაც შეამოწმებდა. და იქ ნახავდა რაღაც 3000 ლარს შემთხვევით ან მივლინების რაღაც შეცდომას და შემდეგ 6 წლის განმავლობაში გადასახადების საურავები და აი პრაქტიკულად ფირმა დაღუპული იყო. დღეს ეს ჩვენ შევამცირეთ 3 წლამდე. არის იქ სოფლის მეურნეობა გავანთავისუფლეთ ტექნიკისგან ჩათვლის უფლებით. მოსახლეობა ბინებიდან 5% და მე არ მინდა ამაზე დრო დავკარგო, ეს ცნობილია მოსახლეობისათვის. და მესამე, ალბათ არანაკლები მე სამი მონაცემი მინდა მეთქვა, რაც გავაკეთეთ და ამ მთავრობამ გააკეთა, ეს არის გასაღების ბაზრები. ძალიან კარგია, რომ ფირმა არის უსაფრთხო და არაფერს არ ეშინია, აქვს კარგი საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ უცხოური ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში, თუ მას გასაღების ბაზრები არ ქონდა. აი რო წარმოვიდგინოთ, რომელიმე ძლიერი ფირმა თუ გინდა საავტომობილო, აი Mercedes-ი ან ღმერთ მაქნას რომ მართლაც მოხდეს, მაგრამ წარმოვიდგინოთ, გახსნა ასეულობით მილიონი ჩაადო ქვეყანაში. თუ ის საქართველოს მათ მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს, ეს უნდა გავიდეს საზღვარგარეთ. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ? 12 წლამდე იყო თავისუფალი ვაჭრობა მხოლოდ DST-ს ქვეყნებთან და თურქეთთან. მაგრამ იმ DST-ს ქვეყნებშიც რუსეთთან საერთოდ არ იყო. და დანარჩენი ქვეყნებიც რუსეთის შიში თუ გავლენით ნაკლებად იყვენ ორიენტირებული საქართველოზე. თურქეთთან, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყანა არის, ჩემის აზრით, ძალიან ცუდი ხელშეკრულება დადო მაშინდელმა საქართველოს მთავრობამ. პირდაპირ შეიძლება ეთქვა სამარცხვინო, ეს არ არის თურქეთის მხარის ბრალი, ეს არის ჩვენი წინამთავრობის ბრალი, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად გავანოლეთ ყველაფერი. თურქეთიდან შემოსული ყველაფერი არის ბაჟის გარეშე, თითქმის ყველაფერი. ჩვენ კიდე ბაჟი გვაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არ არის 5 და 10%, არის 50, 60, 200%-იანიც კი არის ზოგიერთ სახეობებზე. თუნდაც იმ სახეობებზე, რომელსაც ჩვენ ვაწარებთ, მაგალითად მეცხოველობაში ქათამი და კვერცხი წარმატებულია შედარებით და 70% აქ როშში გაიტანა. ხილს, ბოსტნეულს იგივე 60, 70 და მეტი. ამიტომ ამ ხრივ მაინდა-მაინც არ ვიყავით განვალი. დღეს რა ხდება? DST გაიხსნა მთლიანად, მათ შორის რუსეთით ჩაერთო. თურქეთთან, ჩვენ მეგობრებთან ვაპირებთ, რომ ეს ხელშეკრულება გადაიხედოს, ნახოთ როგორ გამოგვიამარა ეს პროცესი დაწყებულია. და გაიხსნა ყველაზე მდიდარი, ყველაზე დიდი ბაზარი, ევროპის ბაზარი. სადაც ცხოვრობს 500 მილიონი კაცი და გაერთიანებული ევროპა პირველ ადგილზეა ეკონომიკის მხრივ. ასევე ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მემორანდუმია გაფორმებული, რომ ორივე მხარე მოაწერა ხილო, ჩინეთთან ჩვენ წლის ბოლომდე უნდა დავამთავროთ თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულება. აი აქვე ძალიან მოკლედ ვიტყვი, ჩვენ რო ღვინო შევიტანოთ ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე, დღეს დაახლოებით 47% უნდა გადავიხადოთ სხვადასხვა გადასახადი. თუ ჩვენ იმას მივახცემთ, რომ ეს ჩამოვიდეს ადეკვატურ გადასახადამდე, ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი ჩვენი ეკონომიკისათვის. ამერიკასთანაც არის პრინციპული შეთანხმება, რომ ამერიკა იცით, რომ ევროპასთან აწარმოებს ახლა მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და აი ამის შემდეგ რომ ჩავერთოთ მათთანაც ამ მოლაპარაკებაზე. აი ამ ბაზრებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დეტალურად მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი მეწარმეებისთვის. ჩინეთი ოდნავ სპეციფიკური ბაზარი არის და რაც შეეხება ევროპის ბაზარს, ჩვენ გვესმის პერიოდულად ექსპერტებისგან იმის შესახებ მტკიცება, რომ ევროპის ბაზარზე პრაქტიკულად ყველა ნიშა არის უკვე დაკავებული და ძალიან ძნელი იქნება საქართველოსთვის რაიმე აი ესეთი განსაკუთრებული თავის ხაზის დაჭერა. რა პოტენციალი გვაქვს რეალურად ჩვენ რითი შეგვიძლია ჩვენ შევიდეთ ევროპის ბაზარზე? ეს ძალიან დიდი თემაა. შევეცდები ძალიან მოკლედ რამოდენიმე საქმეს გავუსვა ხაზი. როდესაც ჩვენ ვამბობთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროპასთან რაღაცა თუ მარტო წარმოდგენილი არის თითქოს ბაჟის გარეშე საქონლის შეტანა. ეს აშკარად უფრო მეტია. ჩვენ ევროპასთან მოაწერეთ ხელშეკრულება და მათმა 28 ქვეყნის პირველმა პირმა და პარლამენტმაც დაგვიდასტურა,
რომ ჩვენ რამოდენიმე წელში ჩვენი კანონმდებლობა და ევროპის კანონმდებლობა უნდა იყოს იდენტური. ანუ ერთ და იგივე კანონმდებლობა გქონდეს. ეს არის წინაპირობა შემდეგ წინსვლის იგივე ევროპის კავშირში გაერთიანების. რაც შეეხება აი თქვენ ამბობთ რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. აი იგივე უბრალოდ რო არ მქონდა ეხა რომ მეთქვა. არის ვართ რეგიონში, ხო ჩვენს გარშემო მოდი აი საზღვრის გარშემო ქვეყნები დავასახელოთ. რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ნუ ახლოსია ირანი. აი იაპონელმა, კორეელმა ან სხვა მოშორებით ამერიკელმა გადაწყვიტა რომ რეგიონში გახსნას რაღაცა და ხო ბუნებრივია და ხო ასეთია. კი ბატონო. მაშინ არის ასეთ შეკითხვა ის ფიქრობს რომ გახსნას ეს საწარმო პირობითად თუ ამბობ სომხეთში რა ხდება აზერბაიჯანში საერთოდ ვერ შეიტანს ევროპასთან ბაჟი ექნება გადასახდელი ჩინეთთან ბაჟი ექნება გადასახდელი თურქეთთან ბაჟი ექნება გადასახდელი ერთადერთი დსთ-ში შეიტანს აზერბაიჯანი დაახლოებით იგივე ერთადერთი თურქეთი მოაგდება ირანს ყველასთან იგივე პრობლემა ექნება თურქეთი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს მაგრამ არ აქვს დსთ-ს ქვეყნებთან არ აქვს ერთადერთი ქვეყანა რომელთანაც შეიძლება ეს საწარმო გაიხსნას და რომელიც ყველაზე მომგებიანია იმითაც რომ გასაღების ბაზრები აქვს ძალიან მოქნილი საგადასახო სისტემა აქვს და არავითარი ზეწოლა არ არის ბიზნესი ეს არის საქართველო და თუ ეს ქვეყნები რომელსაც ევროპაში უკვე გაკვალული აქვს გზა ამ უცხოურ ქვეყნებს გაკვალული აქვს მაგრამ უბრალოდ ბაჟს იხდიან ჩვენ დიდი იმედი მაქვს რომ ეს ქვეყნები აქ გახსნიან ამ საწარმოებს და უკვე ამ ბოლო თვეებში ძალიან დიდი დაინტერესება არის ამ კუთხით მეორეა რომ ჩვენ ბაჟი კი მოიხსნა ჩვენ არ ვიხდით მაგრამ რაღაც პროდუქტებზე იგივე სასაქონლო პროდუქციაზე ბაჟი არ არის მაგრამ ისე თავისუფლად შეტანა არ შეგვიძლია როგორც ევროპულ ქვეყნებს ერთმანეთსაც რა გვაქვს ხედულობაში არის კოტირება თუ არ ვწდები კიდე კოტირება პრაქტიკულად არ არის ნიუ-იორკზე არის თან ისიც იმდენ ნიუ-იორკს ჩვენ ალბათ ვერასოდეს ვაწარმოებთ პრაქტიკულად არ არის ერთადერთი რა არის იცით აი მაგალითად საქონლის ხორცი უნდა შეიტანოს ან მეფრენენ უნდა შეიტანოს ევროპაში მან უნდა აიღოს სერტიფიკატი ანუ ვეტექიმის დასკვნა უნდა იყოს ევროპული ქვეყნიდან და ეს მაინც პრობლემას უქმნის, უნდა ჩამოიყვანოს ან თვითონ რაღაც კომუნიკაცია თუ არა, თვითონ არც დღეს იხდის ბაჟს. ჩვენი ევროპული კოლეგები გვეუბნებიან, რომ თუ შევქმნით იმ საკანონმდებლო ბაზას, ანუ ისეთი ბოენი უნდა იყოს, ისეთი კონტროლი უნდა იყოს, მაშინ აღარაფერი არ ჭირდება. ჩვენ თვითონ დაურტყავთ ბეჭედს და შევა ევროპაში, მაგრამ ეს ისინი კი არ გვეუბნებიან, რომ დროს გვიწელავენ. თუნდაც დღეს, მაგრამ ჩვენ ამას უფრთხილდებით, რომ ის მოთხოვნები რომ დაუყენოთ ადგილობრივ წარმოებელს, ისინი ამას ვერ შეძლებენ. უმრავლესობა გაკოტრდება რომ აი ის პირობები რაც არის ამიტომ ჩვენ ეს გაწელილი გვაქვს დროში ძალიან დიდი ხნით არ არის მაგრამ შედარებით გაწელილი გვაქვს რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციას აქ არავითარი პრობლემა არ არის პრაქტიკულად გადაწყდა თაფლისა და თევზის საკითხი და ამ ხორცის პროდუქტებზედაც როგორც მოგახსენეთ ასეთი მდგომარეობა გვაქვს რაც შეეხება თვითონ ევროპას ჩვენ თვლით რომ ევროპასთან მოვაწერეთ ხელი ძალიან სერიოზულ ხელშეკრულებას, სადაც პირველ თავში წერია, რომ საქართველო არის ერთიანი, როცა აფხაზეთი და ოსეთი რეალურად დაუბრუნდება, ისიც იქნება ყველა ამ სიკეთის მონაწილე. ჩვენ ცალსახად მივიღებთ უვიზო რეჟიმს და ამით პრაქტიკულად ევროპელები ჩვენ გვთვლიან თავისიანებად. იმ პროცესს რო თვითონ ევროკავშირში გაწერიანდა, ეს დრო უნდა რაღაც დონეს უნდა მიაღწიო, იქამდე მეხვიდე, მაგრამ ისინი უკვე თავისიანად თვლიან და ამიტომ ჩემი აზრით ყველაფერი წინ არის და ძალიან წარმატებული იქნება ევროპის მიმართულებით და არა მარტო ევროპის მიმართულებით. რა მთავრობაც არ უნდა მოვიდეს და იმედი მაქვს რომ ეს ქართული ოცნება იქნება. თუ ჩვენ შიგნით არაფერი ისეთი არ მოხდა და ჩვენს გარშემო მე დარწმუნებულა რომ ძალიან კარგი წლები გველის მომავალში. აი იქიდან გამომდინარე რაც მე ვთქვი. კი ბატონო, ბატონ პატავ საუბრობთ ჩვენ ახლა უმეტესად მაინც ექსპორტზე და ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გასვლაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ პროდუქტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქტით უშუალოდ ჩვენთან ბაზარზე. აი ამ მიმართულებით რა კეთდება? ამ მიმართულებით ბევრი კეთდება, სამწუხაროდ სწორს გვეუბნებიან, რომ ეს PR-ის თემა ოცნებაში ვერ არის ისე დაყენებული, როგორც არის. თუ შეეკითხებით სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს, რომელიც ალბათ ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რაც ჩვენ თვითონ შეგვიძლია უცხოური დახმარების გარეშე გავაკეთოთ. აი მასიურად მინის განაშენიანება, ვენახის, ხეხილის, სათბურები კეთება აი უსაზღრო რაოდენობის აი ამ მიმართულებით. თვითონ სახელმწიფო აქვს პროგრამები, სოფლის მეურნეობის პროგრამები, სადაც მილიარდზე მეტი ჩაიდო სესხების სახით და გრანტების სახით. არის აწარმოე საქართველოს, რომელიც ფართოვდება, თავიდან ეხებოდა რაღაც შევიწლებული მას, თანდათან იხსნება და იხსნება. სადაც ისეთ სფეროებში, სადაც სახელმწიფოს ძალიან ჭირდება, მაგალითად სანერგი მეურნეობები, რომ მოსახლეობა მიიღოს, 70%-მდე აფინანსებს სახელმწიფო.
ჩემი აზრით ეს ყველაფერი და პლუს ის რომ ჩვენ გასაღების ბაზრები გაგვეხსენა და ძალიან დიდი ინვესტორების ინვესტიციების შემოდინება არის. მე ვთვლი რომ ეს საკითხი ძალიან მოკლე დროში დადებითად გადაწყდება. ჩვენ ახლა ექსპორტზე გქონდა პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი, აი 12 წელში და სხვათა შორის 52% 12 წელში ჩვენი ძირითადი პარტნიორი სავაჭრო იყო DST-ს ქვეყნები. ამ DST-ს ქვეყნებში ახლა არის უმძიმესი მდგომარეობა. ეს გამოისახება იმ ხანდახან რომ სიტყვებს ეს არ ხსნის სიტუაციას, აი იგივე საზღვრის გარშემო ჩვენ ვიტყვი. ჩვენთან დაახლოებით ეხლა არის 25%-ით გაუფასურებული არის ეხლა, იყო ცოტა მეტი. რუსეთში იყო 33 და გახდა ეხლა არის 66, 100%-ით გაუფასურდა. ბელარუსიაში 100%-ით, ყაზახეთში 100%-ით. უკრაინაში 300%-ით. აზერბაიჯანში 100%-ით, ანუ გაორმაგდა და ამ ფონზე ეს ჩვენი პროდუქტი არა მარტო ჩვენი, თვითონ ამ ქვეყნების საქონელბრუნვა, უცხოური საქონელბრუნვა განახევდა და მათ შორის განახევდა ჩვენთანაც 54% შემცირდა ექსპორტი ამ ქვეყნებში შარშან. ეს აი ამან გამოიწვიეს ლარის პრობლემებიც და ექსპორტის შემცირებაც. და ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ეს მთავრობის ბრალია რაღაც ცალსახად გეუბნებით. ეს იგივე დადო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, იგივე თქვა სხვათა შორის ეროვნულმა ბანკმაც წინა ხელმძღვანელის პირობებში, რომ ეს არის გამოწვეული გადარიცხვის შემცირებით და ეს არის გამოწვეული ექსპორტის შემცირებით DST-ს ქვეყნებში. იყო საუბარი იმაზეც, რომ ზოგადად გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებსაც უკავშირდება ის ეკონომიკურიც არის, მაგრამ ჩვენთან ცალსახად ფაქტის სახეზეა სტატისტიკა აჩვენებს, რომ 44%-ით შემცირდა იმ ქვეყნებში. აი ელემენტარულად უკრაინა აწარმოებდა 180 დაახლოებით 180 მილიარდის პროდუქციას დოლარში. ეხლა 60-ზე ჩამოვიდა. რუსეთი შედიოდა ათეულში 2 ტრილიონი 200 მილიარდით. ათეულში შედიოდა ყველაზე ძლიერ ქვეყნებში. ეხლა აქვს ბიუჯეტი 80 ტრილიონი რუბლი, გავყოთ 66-ზე კურსი, გამოვა ტრილიონი 200. თითქმის ტრილიონი დაკარგეს. ამ პირობებში მათ არ შეუძლიათ ისევ ესე შეისყიდონ უცხოური პროდუქცია, არა მარტო ქართული, როგორც ადრე იყო. ამიტომ ექსპორტი გამოიწვია, ამიტომ გვინდა რომ გაიხსნას იგივე ჩინეთი, ისევე გაღმართდეს ევროპასთან. ირანია ძალიან საინტერესოა ეხლა და აბრეშუმის პროექტი რამდენად შეუწყობს ყველაფერს ამას ხელს? რა თქმა უნდა ძალიან შეუწყობს, მე ადრეს ვთქვი, აქამდე საუბრის დონეზე იყო, ეხლა ჩინეთი დაინტერესდა ამ თემით ძალიან სერიოზულად და ამის დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ 40 მილიარდი დოლარი გამოყო ამ გზის განვითარებისათვის. იყო ძალიან მაღალ დონეზე მიღებები, ახლაც ჩამოგზანდებიან ხოლმე და დაინტერესებული არიან ამ გზით. სხვათა შორის ჩინეთმა უკვე ყაზახეთს უკვე გააკეთა ეს გზა, რკინიგზაც და საავტომობილოც. იქ არის ყაზახური პორტი აქტაუ, რომელიც პრაქტიკულად მთავრდება. ბაქოც მზად არის იგივე რომ ყაზახეთიდან ეს ტვირთები მიიღოს. ჩვენი რკინიგზაც მზად არის და კიდევ უფრო გაფართოვდება და მე მგონი ეს პროექტი ძალიან მალე დაიწყება. მომავალში როცა გაიზრდება ეს მოცულობები, თავისთავად ჩაერთება ანაკლის პორტიც, მაგრამ დღევანდელს თუ რამე წამოვიდა ეს მასა, ბათუმიც და ფოთიც აუვა, მით უმეტეს რკინიგზაც იხსნება თურქეთზე და ამ ხრივ პრობლემა არ იქნება. კი ბატონო, დავუბრუნდეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსს, მაინც მოდით განმარტოთ მაყურებლისთვის, რას გულისხმობს ზოგადად ეს პროექტი. პირველ რიგში მინდა კითხოთ, რომ როგორც ვიცით, საგადასახადო დავის პერიოდი საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ჯერ აი ამით დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მეწარმეს ადარდებს ეს საკითხი რეალურად. კი ბატონო, დავიწყოთ მაგით და მე იქ ძალიან ბევრი კარგი საქმეა, მაგრამ რამოდენიმეს ჩამოვყვები დროის უკმარისობის გამო. პირველ რიგში სანამ ვიტყოდე მაგას რაღაცა თომ ესე იგი ესტონეთს გარდა ჩვენს ესტონეთმა და ჩვენ გავაკეთეთ მარტო და რო ვერაფერი იპოვეს ზოგიერთმა ოპონენტმა ყველაზე არ მაქვს საუბარი თქვენს რომ 1 იანვრიდან რატო იწყებთ და ეხლავე რატო არ იწყებთ. მე მინდა ვთქვა რომ 99% ამ საგადასახადო კოდექსის ამოქმედდა. დარჩა მხოლოდ მოგების ესტონური მოდელი, რომელიც 1 იანვრიდან იწყება და აქაც თვითონ ბიზნესმა გთხოვა ამერიკის სავაჭრო პალატამ გთხოვა. ახლა ხალხს წარმოუდგენია მეიყო და დაიწყო. ამას მომზადება უნდა. იქ არის საწარმოები, რომლებსაც მოგება კი ჰქონდათ ბუღალტრულად, მაგრამ მისი განაწილება არ მოუხდენიათ. ამას დალაგება უნდა, მომზადება უნდა და 6 თვე ეს ჩემთვის გასაგებია რატომ მოითხოვეს. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ ბრძანეთ. ესე იგი, ასეთი ის არის, რომ აქამდე საწარმო შეეძლო შეემოწმებია ყველა საგადასახადოს, ფინანსურ პოლიციას, ადმინისტრაციულ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს. დღეს შემდეგ უკვე ამოქმედდა კანონი, ეს შეუძლია მხოლოდ გააკეთოს საგადასახადო გეგმიურ შემოწმებაზეა ლაპარაკი ახლა თუ გეგმიურ შემოწმება მხოლოდ შეუძლია გააკეთოს საგადასახადო ორგანოს. ეს ერთი.
იქ ვერ შევა თავის ჭკუაზე სხვა ვისაც მოენდომება თუ რაღაც კრიმინალი არ არის. მეორე, თუ დავა დაიწყო, ანუ უთხრეს მეწარმეს რომ თქვენ გადასახდები რაღაც თანხა თქვა 50000 ლარი, დავის დაწყებისთანავე ავტომატურად მიდიოდა აი კომპიუტერში პროგრამა იყო ჩადებული, ავტომატურად მიდიოდა დაყადაღება. ხანდახან მთლიანად უყადაღებდა, ხანდახან ის და ეს იყო დიდი პრობლემა. ეხლა უკვე გაიწერა, რა შემთხვევაში შეიძლება დაყადაღება, მაგრამ ისიც 2 დღის შემდეგ სასამართლოს უნდა წარუდგინოს საგადასახადომ, რომ დაუსაბუთოს სასამართლოს. თუ არ წარუდგინა, ავტომატურად ეხსნება. თუ სასამართლოში ვერ დაასაბუთა, თავისთავად სასამართლოც უხსნის. და თუ სასამართლომაც ვერ გამოიტანა გადაწყვეტილება 2 დღეში რაღაც მიზეზის გამო, მაინც ეხსნება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად დაცული არის მეწარმეების უფლებები. მაქსიმალურად დაცულია ყადაღის თემა, აი თუ მართლა ესეთი არ არის, რომ ერთი რაღაც აქვს და თუ ეს უცბად ფული უდევს და თუ გაიტანა ვეღარაფერს ვერ იზამ, ამნაირი თუ რაღაც სასწაული არ არის, არც სასამართლო დაეთანხმება, არც საგადასახო დაიწყებს ამ ხელა დავას და სასამართლოში სიარულს და ასე შემდეგ. შემდეგ მოდის DGG-სთან დაკავშირებული საკითხი. დღემდე რედაქციით ასე იყო, ძირითადი საშუალებები თუ შემოქონდა ქვეყანაში, საბაჟოზე მთლიანად იხდიდი ამ თანხას, შემდეგ წერდი დეკლარაციას და ამის შემდეგ იწყებოდა DGG-ს დაბრუნება. ნუ თქვენ თვითონ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოდან თანხის დაბრუნება ეს რას ნიშნავს? საკმაოდ ბიუროკრატიულად გაწელილი პროცესი. ეხლა ეს საკითხი მოიხსნა, აღარ იხდი არაფერს. პირდაპირ იხდი DGG-s გარეშე თანხას და ატყობინებ დეკლარაციით, რომ მე ეს შემოვიტანე და არ გადამიხდიეთ და მორჩა. ამიტომ აღარც მეტი თანხა გჭირდება თავიდან და საერთოდ ეს საწვალებელიც გეხსნება. შემდეგ მე ძალიან მწუხარო ეს არ გაშუქდა და ძალიან ოპონენტებმაც ისე მიიღეს. საგადასახადო კოდექსში არის თანხების ჩამოწერა 2 მილიარდი ლარის. 2 მილიარდი ეს ორი უზარმაზარი თანხა ვერ გამახსენებს და ვერ მეტყვის ვერავინ რომ ამნაირავე მომხდარა საქართველოში. ეს ეხება 100.000 პირს. ეს ეგრეთ წოდებული უიმედო ვალები ხო? უიმედო ვალები. მაგრამ ეს უიმედო ვალები რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ მაგალითად საწარმოს რომელსაც შემდეგ დირექტორს ან თუ გინდათ იცე პიროვნებას აწერია ვალი პირობითად 50.000 ლარი, გახსოვთ როგორ იყო ეს დავალიანებები, უმეტესობა არასწორადაც იყო. აწერია და ის ვერც ახსი ფორმებს, ვერც ახალ საქმეს იწყებს, ვერც მანქანას ყიდულობს. არის და აღარაუმ ნერვულ მდგომარეობას მისცეს. ახლა ეს ვალები არის ჩამოწერილი და ადამიანი შეიძლება დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას და დაიწყოს საქმის წარმოებას თუ სურვილი აქვს გახსნას ფირმა რაღაც ახალი, აი 100.000 პიროვნება თავისი ოჯახებით უბრუნდება ნორმალურ საფინანსო ცხოვრებას. არის კიდევ იქ მრავალი საკითხი, მაგრამ აი ერთი საკითხი მინდა თუ შეიძლება რომ გამოხო აი მოგების გადასახადთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, რეფორმა შედის 2017 წლის 1 იანვრიდან უკრძალვა ძალაში და მოგების გადასახადი დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება და ამ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგი, როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ. აი რა სიკეთე, კონკრეტული რა სიკეთეები შეიძლება. ესე იგი ახლა ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს, რომ ჩვენ არ გვინდა უბრალოდ შევამციროთ მოგების გადასახადი. ჩვენ ვეუბნებით მეწარმეს რომ თუ თქვენ მოგებას არ გამოიტანთ, არ წაიღებთ სახში ეს უბრალო ენაზე რომ ვთქვა დივიდენდის სახით თუ არ გამოიტანთ, თქვენ მოგების გადასახადს არ გადაგახდევინებთ. ელემენტარულად თქვენ შეგიძლიათ ეს ანგარიშს ეგედოთ, შეგიძლიათ სხვა ფირმასაც ასესხოთ. უფრო კარგია თუ წარმოების განვითარებაში ჩადებთ. მაგრამ თავარია რომ თქვენ ეს არ გამოიყენოთ პირადი მიზნებისათვის. თუ პირადი მიზნებისათვის დივიდენდის სახით გამოიტანეთ, მაშინ კეთილინებეთ და როგორც არის ახლა გადაიხადეთ ის რაც არის გადასახდელი. თუ თქვენ წარმოების გაფართოებაზე ფიქრობთ, თქვენ ამ თანხას არავინ არ გთხოვს. აქ არის მეორე მომენტი, ერთადერთი, რაზედაც ეხლაც მოქმედებს ეს კანონმდებლობაში. თქვენ არის ასეთი იურიდიულად ასე ქვია, ჩაგითვლიან ასევე მოგებას გადაგახდევიებენ, თუ გააკეთე უსასყიდლო მიწოდება, თუ წარმომადგენლობითი ხარჯები იყო იმაზე მეტი, რაც დაგეგმილია და მესამე არის არაეკონომიკური ხარჯები. რას ნიშნავს ეს, რომ უბრალოდ მოსახლეობისათვის გასაგები? უსასყიდლო მიწოდება. ანუ პირობითად იქ რამოდენიმე ჩამონათვალია, მაგრამ თქვა თქვენი ქონება, რომელიც გაგაჩნიათ საწარმოში, ვინმეს მიეცით. კი ბატონო. აჩუქეთ ახლობელს. ეს რომ თქვენ გაგეყიდათ, მიგეყიდათ, ხო გადაიხდიდით თანხას და ანდა თუ რო აგეღოთ დივიდენდის სახით ხო ჩაეთვლებოდა თუ თქვენ გამოიტანეთ, მაგრამ თუ თქვენ ამას უბრალოდ ჩუქნით, მაშინ კეთილინებეთ აქედან გადაიხადეთ მოგების გადასახადი და დივიდენდი. თუ თქვენ მაგალითად შვილს პირობითად თამობ ისე უბრალო ენაზე რო ვთქვათ,
კი არ გამოიტანეთ დივიდენდი და მერე გადაუხადეთ ქორწილი, არამედ ანგარიშიდან პირდაპირ გადაურიცხეთ თანხა პირობითად ქორწილისთვის ან სამკაული უყიდეთ მეუღლის, არამედ ეს ჩაითვლება, რომ თქვენ ეს დივიდენდი გაიტანეთ. და ასეთი ჩაკეტვები არის, რომელიც აქამდედაც არ ითვლებოდა და ხარჯებში აქამდეც ვერ ატარებდნენ დღევანდელი სიტუაციითაც და არც შემდეგ ამას არავინ არ მიცლებს უფლებას. დანარჩენი თუ წარმოებას აფართოებ, რაღაცას ყიდულობ წარმოებისთვის, არ აქვს მნიშვნელობას დივანი იქნება თუ გარემონტება ამ წარმოების თუ დაზგადანადგარები, თქვენ ამ თანხას არავინ არ გთხოვს. რეინვესტირებულ ბიზნესზე რა ხდება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ არის მაგას ვამბობ. კი ბატონო. რეინვესტირება სხვადასხვა ძალიან მოკლედ ვიტყვი. ეხლა ჩვენ ასეთ სიტუაციაში შეგვექმნა, რომ ამბობენ გადასახადები კიდე შევამციროთ. ნუ არის ზღვარი რაღაც თუ იქნება საშუალება შევამციროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს სოციალური ვალდებულებებიც, არის ჯარი, პოლიცია. არ შეიძლება რაღაც გადავიდეთ ისეთ რამეზე, რომელიც დააზიანებს ქვეყანას. ესე იგი, ჩვენთან ახლა რა ხდება? ჩვენ გვაქვს 5 გადასახადი, რომელიც შედის ფედერალურ ბიუჯეტში და ერთი, რომელიც შედის ადგილობრივში 1%-ია და ის პრაქტიკულად 1%-ის ფარგლებში. ამ 5-დან ნახეთ რა ხდება იმპორტის გადასახდელი, ანუ ბაჟს, რასაც ჩვენ ვძახით. იმის გამო, რომ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ყველასთან, 70 მილიონი შედის 10 მილიარდიანი ბიუჯეტიდან. პრაქტიკულად არ არსებობს, შეიძლება ვთქვათ. მეორე აქციზის გადასახდელი, ეს არის სპეციფიკური გადასახდელი, რომელიც მხოლოდ ნავთობპროდუქტებს, სიგარეტს, ალკოგოლს ეხება და ძირითად მასას ეს არ ეხება. მესამე ახლა მოვიგეთ მოგების გადასახადთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ასევე პრაქტიკულად თუ რეინვესტირებას აკეთებს და არ მიაქვს სახში, მისგანაც ვანთავისუფლებთ. რეალურად დღეს ორი გადასახდელი დარჩა სრულფასოვანი, ეს არის საშემოსავლო და ეს არის დეგეგი. იმ საშემოსავლოზე და ჩვენ გვაქვს გასატარებელი რეფორმები საპენსიო, ჩვენ გვაქვს გასატარებელი რეფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მახინჯი ფორმა გვერგო, რომ თვითმმართველობა იღებს მხოლოდ ქონების გადასახადს, დანარჩენს აძლევს ცენტრალური ბიუჯეტი. და სანამ ჩვენ ამას არ გავარკვევთ, აი რა ნაწილი უნდა წავიდეს ამ საშემოსავლოდან ადგილობრივ ბიუჯეტში, რა ნაწილი უნდა დაიხარჯოს საპენსიო თემებთან დაკავშირებით, შემდგომი რაღაც გადასახადების კლება, ჩემი აზრით, ამ წუთში შეუძლებელია და არასწორი იქნება. მით უმეტეს, რომ რეგიონში ყველაზე დაბალი გადასახადები საქართველოში. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ალბათ ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვან შეღავათებს გადასახადების კუთხით გულისხმობს და თავაზობს ეგრეთ წოდებული მთის კანონი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მაღალმთიან რეგიონებში საწარმოების ამოქმედებას შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. აი ეს კანონი და დაუშვათ ეს საგადასახადო კოდექსი როგორ იქნება ერთმანეთთან თანხმადრაში და ზოგადად რა მდგომარეობა გვაქვს რეგიონებში, აი ეკონომიკური კუთხით. რეგიონებში სხვადასხვა არ არის აღსაქმოვნელი მდგომარეობა, მე წეხანაც ვთქვი, რომ ახლა გასაგებია ხალხს უნდა რომ მალე ყველაფერი იყოს და მეწყობს სახლობლებისაც ძალიან უჭირს და ასე შემდეგ. მაგრამ მე მაინც იმ რეალობიდან გამოვიდივარ, რომ ჩვენ რეგიონიდან ვერ ამოვხტებით. აი 4.3% არის ეკონომიკური ზრდა აპრილში და ყველას გაეხარდა მთავრობაში იმას და გამოჩნდნენ ოპონენტები 4.3 რა არის, უნდა იყოს 10. რა თქმა უნდა, უნდა იყოს 10, 10-იც უნდა იყოს და 15-იც. მაგრამ მოდი შევადაროთ, აპრილში 4.3 რო გამოცხადა +4.3. რა არის ჩვენ გვერდზე ნახოთ? აზერბაიჯანში -3 და 1. რუსეთში -1 და 2. ბელარუსიაში -3-ზე მეტია, უკრაინაში 2 წელიწადი ისეთი ჩავარდნა ქონდა, ყველა დიდი იმედი ქონდა, რომ წელს წინსვლა იქნება და 0-ია. მოლდავეთში 0-ია და ასე შემდეგ. აი ამ ფონზე, რომელიც ჩვენი ძირითადი პარტნიორები ასეთ მდგომარეობაში არიან, შეუძლებელია რომ ჩვენ 10%-იანზე ვიყოთ, მაგრამ ძალიან კარგია რომ რაღაც სტაბილურობა განისაზღვრა ამ ქვეყნებშიდაც. გითხარით რომ რა გააკეთა მთავრობამ საგადასახადო გასაღების ბაზრების კუთხით და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, თუ რაღაც კატაკლიზმი არ მოხდა, რომ ძალიან სერიოზული წინსვლა ექნება. რაც შეეხება მთის კანონს, შეიძლება ვიდავოთ, უნდა შეხებოდა ასეთ რაოდენობას, არ უნდა შეხებოდა და მეც მაქვს აქ ჩემი მოსაზრება, მაგრამ საერთო ჯამში მეც ალსახად ვეთანხმები. იცით რა, ჩვენი მეფეები თავის დროზე ათავისუფლებდნენ მოსაზღვრე რეგიონებში მოსახლეობას და პირიქით აქედან ეხმარებოდნენ, რომ ის ხარები არ დაცლილიყო. იცით თქვენ, რომ რა გამოიწვია, როდესაც აი საზღვართან მოსახლეობა ჩასახდა და ეხლაც გვაქვს ეს რეგიონები, იგივე სამაჩაბლო, ავიღოთ თუნდაც 2009 წელს მეფის რუსეთის მოსახლეობის აღწერით
იქ სულ 200 ოჯახი ცხოვრობდა და ცოტა ადრინდელზე საერთოდ არავინ არ ცხოვრობდა ცხინვალში. და ჩვენ ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა შევქნათ ისეთი პირობები, რომ იქ ხალხი დარჩეს და არ დაიცალოს და ეკონომიკა განვითარდეს. თუ არა ეს 2 იმდენ და 10 იმდენ დაგვიждდება შემდეგ. ჩვენ ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ საქმეს და არა იმ კუთხით, რომ ვიღაცამ რაღაც იქ რატო აძლევთ და აქ რატო არ აძლევთ. ჩემთვის ეს ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის. ბატონ ბადა, კიდევ ერთ კითხვას დაგისვან, სანამ დაგემშვიდობებით, პრაქტიკულად ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვილაპარაკეთ, არის შემადგენელი იმ ძალიან მძიმე რეფორმების ტალღისა, რომელიც დაანონსა წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. იყო 4 ინიციატივა, სადაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას და განათლების ჩართვას ეკონომიკაში და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. დაახლოებით რა პერიოდით დაჭირდება თქვენი აზრით სრულად ამოქმედებისთვის, აი ამ მთელი პროგრამის, რომელზეც პრემიერი მაშინ საუბრობდა? ესე იგი, მოდი მივყვეთ მოკლედ არ ვიცი დრო როგორ ამაქვს. დაახლოებით 5 წუთი გვაქვს. კი ბატონო. ესე იგი, პირველი პუნქტი, რომელსაც ალბათ პირველი იმიტომ და არ ვქვა რომ თulis მნიშვნელოვნად, დიდი ნაწილი შესრულდა საგადასახო კოდექსის მიხედვით. იქ დაგჭა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით, რომელიც მზადდება და შემოვა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მიღებულია. რაც შეეხება მეორეს, მეტი გამჭვირვალობა და ურთიერთობა ბიზნესთან, ეს პროცესი დაწყებულია, ამას რაღაც საკანონმდებლო ბაზა შეიძლება დაჭირდეს, მაგრამ ეს თვითონ მთავრობა უნდა გააკეთოს და აკეთებს. მთავრობა თulis ამ მეორე პუნქტში, რომ მეტი შეხვედრები უნდა იყოს ბიზნესთან, მეტი შეხვედრები უნდა იყოს პროფკავშირებთან, უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე ეს ურთიერთობები და თქვენ ნახავთ, რომ პრემიერი ყოველ თვეში, ყოველ კვირაში ხვდება მათ. აქვე არის ძალიან საინტერესო პროგრამა, რომ მას უნდა გააკეთოს, როგორც არის აი იუსტიციის სახლები, როდესაც ყველაფერს ერთგან იღებ, აი ასეთი შეიქმნას, ეგრეთ წოდებული ფრონტ ოფისი მთავრობაში, რომ მეწარმეს თუ რაიმე ორგანიზაცია სამინისტროებში კი არ ირბინოს რაღაც ცნობის შესახებად, ერთგან ჩააბარა და უთხრეს, რომ ამდენ ხანში გექნება, ან დადებითი, ან უარყოფითი პასუხი. ამაზეც მუშაობენ და ვიცი, რომ მალე გაკეთდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ყველას მითითება მიღებული აქვს და ეხლა სავალუტო ფონდთანაც მუშაობენ, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერებულად დაწყება, ეგ ვალებთან არის დაკავშირებული ბიუჯეტის დეფიციტთან, რომ ეს საკითხები მოგვარდეს, მაგრამ დავალება მიღებული აქვს და უკვე აკრეფილი აქვს ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან სწრაფ ტემპში მიდის და თulis ბატონი პრემიერი რომ გაიცათ ეს შეიძლება კიდევაც თუ არ გავორმაგდება 50%-ით მოიმატოს. რაც შეეხება განათლებას, განათლება უფრო რთული თემაა, აქ საკანონმდებლო ბაზაც უნდა, ხალხთან მუშაობაც უნდა. იდეა არის ის, რომ ასე ბრძანა ბატონო პრემიერმა და მე პირადად თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ თანხმები, რომ ჩვენ ეხლა ვქნით კადრებს, რომელიც წინასწარ არის განწირული უმუშევრობისათვის. თუ რამე შემდეგ კვალიფიკაცია სხვა კუთხით არ განიცადა. საუბარი არის ეგრეთ წოდებულ გერმანულ მოდელზე, სადაც მაქსიმალურად წინასწარ არის განსაზღვრული რა გვჭირდება და მაქსიმალურად არიან ჩართული ბიზნეს წრეები. რაზე არის მოთხოვნა და ბიზნეს წრეები, რომ თავიდანვე თუ შეიძლება ასე ვთქვათ, შეუკვეთონ ის დარგები სპეციალისტები, რაც შემდეგ მათ დაჭირდებათ. ეს ძალიან დიდი თემა არის, ასე მოკლედ დროში ვერ ჩავერთებით. ეს არის ყველამ უმაღლესი არ უნდა დაამთავროს, ვისაც იცის, რომ არ აქვს შემდეგი გაგრძელების საშუალება, აირჩიოს კარგი პროფესიები, ევროპაში კარგი პროფესიები, შეიძლება უმაღლეს განათლებულზე მეტიც იყოს საჭირო პროფესიები, რომლებიც არის. თუმცა არის უკვე მოთხოვნა, რომ აი პროფსასწავლებლები უფრო მეტად იყოს რეფორმირებული. ჩვენ რამოდენიმე პროფსასწავლებელი გავხსენით, კანონიც მივიღეთ მაგის შესახებ და ეს მუშაობა მიმდინარეობს. და გაგრძელდება. აუცილებლად მინდა კითხოთ ძალიან მოკლედ ინოვაციებს რა როლი აქვს აქ და ჩვენ რა გვაქვს თუ არა რესურსი, რომ იგივე ჩვენ შევთავაზოთ რამე ამ ინოვაციების კუთხით. ჩვენ რისი გაკეთება შეიძლება ინოვაციების კუთხით ვაკეთებთ. ანუ გაიხსნა ინოვაციების სახლი, სადაც უბრალოდ კაცს რო პიროვნებას რო აქვს რაღაც აზრი, მაგრამ ის რო განახორციელოს, იმის საშუალება ეძლევა. იქ არის ტექნიკური საშუალებებიც, არის დაზგადანადგარებიც, არის მატერიალური თუ წარმოაჩინე გრანტებიც შეიძლება მიიღო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პირველადი ჩვენ დავიწყეთ. ხოლო თვითონ ის რომ მე ეს გამოგონებები ბიზნესში ჩაერთოს, ეს ურთულესი თემა არის და ამას კიდევ უფრო მეტი მუშაობა დაჭირდება. ჩვენ მე რო ვთქვი რომ ევროპასთან აი ამას ყურადღება არ ექცევა ხოლმე. ჩვენ ვიღებთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, რომ მათი
აი მათი გამოცდილება გადმოვიტანოთ, მათი კანონმდებლობა გადმოვიტანოთ. ხანდახან გვეუბნებიან რომ ეხლაც იყო. მოდი ეს კანონი მივიღოთ, ეს კანონი მივიღოთ. ჩვენ მეუბნებით რომ წელიწად ნახევარში მაგ დარგში ჩვენ ევროპული კანონმდებლობა უნდა გქონდეს და მოდი ამოგლეჯილად ნუ მივიღებთ და ეს გავაკეთოთ. თვითონ ევროპაშიც ეხლა ადვილი სიტუაცია არ არის, მაგრამ ევროპა როგორც ყოველთვის დარწმუნებული ვარ თავისი სინინჯით, აზრიანობით ადვილად გადაეტანებენ ამ თემას და ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ წინსვლა ამ მიმართულებით. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის, წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნის პირველი ნაწილი სტუმარი იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატე კვიჟინაძე. საქართველოს კონსერვატიულ პარტიას ეთმობა ჩვენი დღევანდელი ეთერი. არ გადარჩოთ, ჩვენ სულ მალე დაბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა საქართველოს კონსერვატიულ პარტიას და ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები არიან საქართველოს კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ნატალია ძიზიგური და ია ბუკია. მოგესალმებით, მადლობას გიხდით ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. ქალბატონო ია, თქვენი დავიწყებთ საუბარს. მოდით მაყურებელს ავუხსნათ, გავაცნოთ, რას წარმოადგენს საქართველოს კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაცია და როგორი არის თქვენი აქტივობა, რაში გამოიხატება კონკრეტულად. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს და განსაკუთრებით პოლიციელებს და მათ ოჯახებს. დღეს მათი დღეა. გილოცავთ, მადლობა იმისთვის, რომ გახართ ჩვენი უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე. კონსერვატიული პარტია, მეწარმოებთ ქალთა ორგანიზაციის კონსერვატიული პარტიის ქალთა ეროვნული კომიტეტის წევრი. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველო, აუცილებელია ვიბრძოლოთ ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წესჩვეულებების და ტრადიციების შენარჩუნებისათვის. ამას საკეთებს კონსერვატიული პარტია. ჩვენი პარტია ქალებისთვის ყოველთვის ღია იყო და ყოველთვის ხელს უწყობდა ქალთა წინსვლასა და მათ მოსვლას საჭირო ადგილას. ჩვენ შევქმნით ქალთა პარტია 2013 წელს. ეს შეიქმნა ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამდენი ხნის განმავლობაში 2015-ში უკვე ჩავატარეთ ყრილობა. შევქმნით კომიტეტი, ჩვენი კომიტეტი შედგება 21 წევრისაგან დამფუძნებელი. ჩვენი ქალები, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდება მეტი ქალი პარტიაში არ იყო, ჩვენი ქალები მაინც წარმატებულები და წარმომადგენლები იყვნენ მუდმივად. ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები, ორი ქალბატონი, კეთი ჯოხაძე და ნინო გოგუაძე არიან ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსის წევრები და არიან ამ ალიანსის ბორდის გადაწყვეტილების მიღები ორგანოს წარმომადგენლები და ესენიც არიან ქალები. ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ახალგაზრდული ესეც გოგონა კეთი მამულაშვილი ეს არის ევროპული კონსერვატიული ახალგაზრდული კონსერვატების ოჯახის წევრი და წელს ეს არჩეული იქნა ყოველწლიურ კონგრესზე არჩეული იქნა პრეზიდენტად. ესეც მე მგონი მიუთითებს იმაზე, რომ კონსერვატორები ქალებს ძალიან უწყობთ ხელს და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად. და როგორც ვიცით, საქართველოს კონსერვატიულ პარტიას აქვს შიდა შეთანხმება კვოტირებასთან დაკავშირებით და ჩვენ წესდების დონეზე შიდა კვოტირება ჩვენმა პარტიამ თავისავს დაუწესა წესდების დონეზე შიდა კვოტირება, რის მიხედვითაც ყოველი მესამე, ესე იგი 30% წარმოდგენილ სიაში უნდა იყოს ქალი და ეს პირველ რიგში გაკეთდა კომიტეტში. თუ იქამდე კომიტეტის წევრი იყო ერთი ქალბატონი, ეხლა ამ წუთას 6 ქალბატონია წარმოდგენილი. 18 კომიტეტის წევრიდან 6 ქალბატონი არის. შეიქმნა ორგანიზაციები რეგიონებში 73 ორგანიზაცია გვაქვს დაფუძნებული წარმომადგენელი აჭარის წარმომადგენელი გახლავთ ნატალია და რეგიონებში. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ აჭარას, რა ხდება აჭარაში ზოგადად რამდენად აქტიურები არიან ქალბატონები და თქვენი ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის მიმართულებები როგორი არის? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. აჭარა განსაკუთრებული კუთხეა მოგეხსენებათ და აჭარაში ქალის როლი ყოველთვის წინა პლანზე იყო წარმოდგენილი და ქალმა უდიდესი როლი შეასრულა ტრადიციებისა და ქართული გენის შენარჩუნების საქმეში. ამიტომ ჩვენ უკვე შექმნილი პარტია აჭარაში მოქმედებს ძალიან აქტიურად და ქალბატონები აჭარაში ოდიდგანვე იყო ძალიან აქტიური, წარმოდგენილი ქალთა კლუბების სახით. ძალიან ბევრი ქალბატონია, რომელიც დღესაც აქტიურად მონაწილეობს ამ საქმეში და ჩვენ ვაგრძელებთ, რომ იტყვიან ამ საქმეს და ჩვენი პარტიის სახელით ძალიან ბევრი ღონისძიება და აქტიურობა ჩაგვიტარები აჭარაში და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს პარტიის კუთხით, პარტიის ლიდერის კუთხით ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. და სახეზეა ის მაგალითები, რომ ჩვენ ქალბატონები ძალიან მკვეთრად ვართ წარმოდგენილი კონსერვატიული პარტიის ხედვაში და იმის იმედიც და იმისისაც გვაქვს, რომ ხვალად და ზეგაც ეს ტენდენცია გაგრძელდება და აქტიურად იქნება წარმოდგენილი ის ქალბატონები, ვისაც ხელ ეწიფებათ
პოლიტიკური საქმიანობა, საზოგადოებრივი საქმიანობა და ამიტომ ჩვენ ძალიან მხარს ვუჭერთ და ჩვენი პოლიტიკაში სურვილი აქვს და თვითონ მას ეს სურვილი აქვს და თვითონ იჩენს თავს, რომ იყოს საზოგადოებაში და აქტიური წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოების წევრები, რომლებიც ითხოვენ ქალბატონების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში, აპელირებენ იმაზე, რომ ქალბატონებს უფრო მეტად აქვთ გამძაფრებული სხვადასხვა გრძნობები მამაკაცებთან შედარებით და მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა ქართულ პოლიტიკაში, აი ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იცით რა არის? ჩვენ ერთად უნდა ვაშინოთ ხვალინდელი დღე, მამაკაცებთან ერთად. რა თქმა უნდა, მანდილოსებს ძალიან ბევრი დადებითი აქვთ, ისე როგორც მამაკაცებს, ხო? ჩვენ აბსოლუტურად ამას არ ვეწინააღმდეგე, პირიქით. ქალბატონებს გამძაფრებული აქვთ სოციალური თვალსაზრისით რაღაცა მიდგომები, ბავშვთა დაცვის კუთხით, იმიტომ რომ უფრო სენსიტიურები ვართ, ხო? ამიტომ ერთად ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და უფრო მრავლად ვიქნებით წარმოდგენილი ამა თუ იმ სახელმწიფო დონებზე. ქალბატონი, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ზოგადად ქალთა პოლიტიკურ აქტივობაზე? დიახ, ქალთა პოლიტიკურ აქტივობას რაც შეეხება. ჩვენ ძალიან დიდი ხელშეწყობა გვაქვს ჩვენი ლიდერებისაგან, რომ მაქსიმალურად მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკურ ორგანიზაციაში და მეტი ჩართულობა იყოს ამისათვის. ჩვენ ძალიან გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ტრენინგების სახით, შემდეგ ჩვენ გვაქვს მენტორის სისტემა გვაქვს, ეს შედარებით გამოსწილი პოლიტიკოსი ქალები ახალ ბედებს ასევე ესე ვთქვათ უტარებენ პატარა ტრენინგებს და ვცდილობთ რომ ერთმანეთს ამოუდგეთ მხარში. ასევე მინდა ვთქვა რომ ქალთა აქტიურობას რაც შეეხება სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების გარდა ჩვენი კომიტეტი მუშაობს, ქალთა კომიტეტი მუშაობს მრავალშვილიანთა ოჯახის სტატუსის მინიჭებისა და მარტოხელა დედის მინიჭების შესახებ. ამ საკითხზე მუშაობთ, ვინაიდან ეს სტატუსი არ არსებობს. მე ამ სტატუსს უკვე თავისი შედეგები მოყვა. ამ საკითხზე მუშაობს ამ წუთში და ასევე სხვა დედაშვილობის რაღაცა მიუსაფარ ბავშვს ასე შემდეგ. ბევრი ისინია, რაც ახლა მაგის ჩამოთვლას არ დავიწყებ. და მე მინდა რომ მოვუწოდო, ჩემი აზრით, საქართველოს უმრავლესობა მოსახლეობის არის კონსერვატორი თავის წამსით, მსოფლმხედველობით და ცხოვრების წესით. ამიტომ მე მინდა რომ ყველა სულით კონსერვატორ ქალბატონს მოუწოდო და უთხრა რომ მოვიდეს ჩვენთან მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში ჩვენთან ერთად ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენ ეს შეგვიძლია ჩვენ შევძლებთ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს კონდეს ამბიცია იმისი რომ კაცების გვერდით მათ თანასწორად ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის. დავიდრე დავასრულებთ ერთ კითხვასაც და გისვამთ საქართველოს კონსერვატიული პარტია ბუნებრივია ემზადება არჩევნებისთვის, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ქალთა ორგანიზაციები როგორ იქნებიან ამ პროცესში ჩართული და დაუშვათ თუ არის რაიმე განსაკუთრებული აქტივობები წინა საარჩევნოდ, რომელიც თქვენს გექნებათ როგორც ეროვნული კომიტეტის წევრს და თქვენ როგორც აჭარის წარმომადგენელს ამ შემთხვევაში ქალბატონია თქვენი დავიწყოთ. მე გიპასუხებდით რომ ქალთა ორგანიზაციები ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ესე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს პირადი შეხვედრები, ეს ვთქვათ, სამიზნე ჯგუფები მოსახლეობასთან, ესე ცოცხალი შეხვედრები, მათ ვესაუბრებით ჩვენს წამსზე, ჩვენს ვინა ვართ, საიდან მოვდივართ, ასევე ტელევიზიის სახით მინდა ვისარგებლო და ვთქვა, რომ ჩვენი პარტია მოდის ეროვნულ დემოკრატიული განმათავისუფლებული მოძრაობიდან და ეს სულისკვეთება დღემდე მოყვება. ჩვენი ლიდერები მოდიან იქიდან და დღემდე აქვთ ეს სულისკვეთება, ასე რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც იბრძვის იმისთვის დგას უბრალოდ იმის ადარაჯოზე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციები, მაგრამ აუცილებლად განვითარდეთ, წავიდეთ წინ და შევძლოთ თანამედროვე ევროპულ კავშირში ღირსეული ადგილის დატოვება. მაგრამ მაინც ჩვენ როგორც ვართ განსაკუთრებული, ასევე დავშეთ განსაკუთრებული და ვიყოთ ჩვენი პატარა საქართველო. კი ბატონო, ქალბატონო ნატალია, თქვენს შეგიძლიათ დაამატოთ. დიახ, აჭარაშიც მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ მოსახლეობასთან, ხვდებით მოსახლეობას, სხვადასხვა ფენებს და ძალიან ბევრი პრობლემები დგას ჩვენი ხვალინდელი დღისათვის და ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ ამ პრობლემებს და მე ვიმედოვნებ იმას, რომ ყველაფერი იქნება საუკეთესოდ გადაწყვეტილი იმისათვის, რომ ჩვენი საქართველო, ჩვენი პატარა, ესეთი ისტორიულად მძლავრი საქართველო გავწყინდება და ჩვენ ღვთისმშობლის ხვედრი ქვეყანა ვართ და ეს ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. თუ შეიძლება დავამატოთ. ჩვენ კონსერვატორები ვართ და ჩვენ ამითი ვამაყობთ. ჩვენი წარმომადგენლები რეგიონალურ საკრებულოებში თუ გამგეობებში მუდმივად არიან სტაბილურობის გარანტი. ეს ჩვენი კონსერვატორული ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ იდეაში გვაქვს ესეთი იდეა, გვაქვს რაზეც ძალიან ბევრი წამოვიდა უკვე. ჩვენ გვინდა ქალებმა, კონსერვატორებმა შევქმნათ ინტერპარტიული ჯგუფი, ოღონდ აბსოლუტურად აპოლიტიკური, ეს იქნება საზოგადოება, პოლიტიკოს ქალთა კლუბი, რომელიც იქნება აბსოლუტურად აპოლიტიკური, აქ იქნება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ქალები,
ამოუდგებით ერთმანეთს გვერდში, ვიქნებით ერთად, პირველ რიგში ვიქნებით ერთმანეთის მიმართ მინდობი, მიმტევებელი და ასე შემდეგ და შევებრძოლებით ცოტა იმ სექსისტურ გამონახტომებს, რაც არის არათუ მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის, წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნის პირველი ნაწილის სტუმარი იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა გვიჟინაძე. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმრები იყვნენ საქართველოს კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ნატალია ძიძიგური და ია ბუკია. მე გემშვიდობები და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.